პრეზიდენტმა პირდაპირ განკარგვის წესით ქონება ტელეკომპანია ალანიასაც გადასცა, რომელიც დღეს ტელეკომპანია რეგიონ TV-ს სახელით მაუწყებლობს. თაწმინდაზე ძმები ზუბალაშვილების ქუჩის 23 ნომერში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 234 კვადრატული მეტრი მიწა და 442 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი პრეზიდენტმა 2009 წლის 773 განკარგულებით ალანიას სიმბოლურ ფასად $1 ამერიკულ გადასცა. არის ესეთი ტელევიზია ალანია, მე უყურებ ხოლმე საღამოები. ალანიამ პრეზიდენტის სიმპათია ტელესივრცეში გამოჩენისთანავე დაიმსახურა. პრეზიდენტს ამ არხზე ფავორიტი გადაცემაც ჰქონდა. და ყველაზე პოპულარულია მუსიკალური შოუ ქვია მაშა იგოშა. და ალანია 3 წლის განმავლობაში კანონს არღვევდა. ისე მაუწყებლობდა, რომ ოფიციალურად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მინიჭებული სიხშირე არ გააჩნდა. თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. შეპესი ალანიას დამფუძნებელი რუსთავიორის ყოფილი ოპერატორი მამუკა თათოშვილია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანასოფლელია. ვიდრე პრეზიდენტისგან შენობას $1 მიიღებდა, ალანიას იგივე შენობა თბილისის მერიისგან იჯარით ჰქონდა აღებული და წელიწადში $29,000 იხდიდა. საიჯარო ხელშეკრულებაში ალანიასთვის $1 მიყიდული შენობა სახელმწიფო $742,000 ჰქონდა შეფასებული. როგორ მიიღეს რამდენიმე ასეულათასად ღირებული ქონება $1. ამ კითხვაზე ტელეკომპანიაში არ პასუხობენ. კითხვები პრეზიდენტის მიმართ აქვს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. რა ინტერესი აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, რა ინტერესი ქონდა კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტს, როდესაც ერთ კონკრეტულ ტელევიზიას, კომერციულ ტელევიზიას აძლევდა $1 ამერიკულ უზარმაზარ ქონებას, უზარმაზარი ღირებულების ქონებას. პრეზიდენტს არ აქვს კანონის საფუძველზე იმის უფლება, რომ რაღაც გააჩუქოს, იმიტომ რომ ეს მისი კუთვნილება არ არის, მაგრამ რეალურად ამას აკეთებს, უბრალოდ ამას არქმევს ქონების გადაცემას სიმბოლურ ფასად. გარდა ალანიასი პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთი ტელეკომპანია, რუსთავიური გამოარჩია. მან საბურთალოზე სანდროეულის ქუჩის 5-ში მდებარე 26,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 19 ერთეული შენობა ნაგებობა პირდაპირ განკარგვის წესით რუსთავიორს 2008 წელს გადასცა. ეს ის ტერიტორიაა, სადაც შოუ ვარსკვლავების აკადემია მიმდინარეობდა და შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ტელეკომპანიამ სოლიდურ უძრავ ქონებაში ჯამში $1,50,000 ლარი გადაიხადა. ნიშანდობლივია, რომ კანონით დადგენილია მიწის ნორმატიული, ანუ მინიმალური ფასი, რომელზე ქვემოთაც მერია მიწას თბილისში ვერ გაყიდის. თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მიწის ნორმატიული ფასი რაიონების მიხედვით. საბურთალოზე კანონით დადგენილი მიწის მინიმალური გასაყიდი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე $68 ლარია. ამ ფასზე ნაკლებად მერია საბურთალოს ტერიტორიაზე მიწის გაყიდვა კანონით ეკრძალება. რუსთავიორის პრეზიდენტმა ეს ტერიტორია 1 კვადრატული მეტრი 40 ლარად მიყიდა, რაც კანონით დადგენილ მინიმუმზე ბევრად ნაკლებია და საბაზრო ფასსაც რამდენჯერმე ჩამორჩება. სახელმწიფოსა და ტელეკომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით პირობებად ფართის ღირებულების 1 წელში გადახდა და 2 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება დაფიქსირდა. თუმცა პრეზიდენტმა 2010 წლის 4 თებერვლის ნომერ 78 განკარგულებით რუსთავიორს შეღავათი გაუწია და 1 მილიონის მოცულობის ინვესტიციის ვალდებულება ჩამოაკლო. რით დაიმსახურა ვალდებულებების შემსუბუქება ტელეკომპანიამ. პრეზიდენტს განკარგულებაში ეს არ დაუსაბუთებია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იგივე ალანია, რუსთავიორი მე მარტო ჩემს შეხედულებას არ ვიტყოდი, მე დავეყრდნობოდი ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის შეხედულებას, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ის არხები, რომლებიც სამთავრობო პოლიტიკას მხარს უჭერენ. კიდევ ერთი ტელეკომპანია, რომლის ქონებითაც ჩვენ დავინტერესდით რეალ TV-ია. ეს ტელეკომპანია ეთერში 2009 წელს გამოჩნდა და გორგასლის ქუჩაზე მდებარეობს. სამსართულიანი სახლი, სადაც რეალ TV-ს ოფისია, მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. საჯარო რეესტრის მონაცემებით ეს სახლი მოქალაქე იაშა ბოჭორიშვილს ეკუთვნის. იაშა ბოჭორიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით კეკუას სიმამრია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე დავით კეკუა 2007 წელს დააპატიმრეს და AES თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში დასდეს ბრალი.
დავით კეკუამ 2007 წლის 25 ოქტომბერს მეშვიდე საპყრობილის საკანში თავი ჩამოიხრჩო. სანამ არ მოკლა რურუება დადეიშვილმა კეკუას ოჯახის წევრები დავით კეკუას გარდაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. თუმცა სამართალდამცავები თვითმკვლელობის ვერსიაზე შეჯერდნენ. კეკუას ოჯახის კუთვნილი ასეულათასად ღირებული ქონებით დღეს რეალ ტივი სარგებლობს. 1996-97 წლებში კრწანისის გამგეობამ მრავალშვილიან ოჯახთათვის განკუთვნილი ფონდიდან გორგასლის ქუჩაზე მდებარე ორი ნაკვეთი დავით კეკუას და მის სიმამრს იაშა ბოჭორიშვილს გადასცა. სიძე სიმამრმა ნაკვეთები გააერთიანეს და 1997-2000 წლებში სამსართულიანი სახლიც ააშენეს. დოკუმენტაციის მიხედვით სამსართულიანი შენობა ჯამში 650 კვადრატული მეტრია, რომელიც 10 საძინებლის, სავარჯიშო დარბაზის, აუზის და ავტოფარეხისგან შედგება. 2003 წელს ეს სახლი საჯარო რეესტრში კეკუას სიმამრის იაშა ბოჭორიშვილის სახელზე დარეგისტრირდა. 2004 წლის დეკემბრიდან იაშა ბოჭორიშვილმა სახლი რუსეთის მოქალაქეზე თვეში $2000 გააქირავა. ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით 2008 წელს გაუქმდა. 2009 წლიდან ამ შენობაში ტელეკომპანია რეალ ტივი იწყებს ფუნქციონირებას. როგორ აღმოჩნდა საკმაოდ ძვირადღირებული უძრავი ქონება რეალ ტივის ხელში. ამ კითხვით ჩვენ სახლის მესაკუთრეებს, ბოჭორიშვილებს მივმართეთ. დავნახეთ, რომ რეალ ტივის ოფისი არის მამა თქვენის და თქვენი ოჯახის საკუთრება. გორგასლის ქუჩაზე. და რა ფორმით მიეცით თუ შეიძლება რომ მითხრათ? თქვენ გადაეცით? მომისმენე მაგ ჟურნალისტებს საერთოდ ვერით არ ჩემამბების მერე და საერთოდ შემაწუხეთ ძალიან. თქვენს გარდა კიდე იყვნენ აქ მოსული და თავს არ დამანებეთ? არა, უბრალოდ ერთ კითხვაზე რომ არ მაინტერესებს, მიაქირავეთ ან მიყიდე? არაფერი არ გამიკეთებია, არ ვიძლევი არ მიდით ქირავებიათ ხალბატონო. არ ვიძლევი ინფორმაციას თავი დამანებე. და რეალ ტივის უწერია მისამართად მამა თქვენი სახლი და მაინტერესებს აჩუქა მამა თქვენმა მიყიდა თუ რაკეთა? არაფერი არ გიჩუქებია არავისთვის და დაგვარებეთ თავი ინფორმაციას არ ვიძინოთ. გამოხატეთ საკუთარი პოზიცია. საიდან აღმოჩნდა გორგასალზე მდებარე სახლი რეალ ტივის სარგებლობაში? ამ კითხვით ჩვენ ტელეკომპანიასაც მივმართეთ. კითხვა ჩაიწერეს და გვითხრეს, რომ მეორე დღეს დაგვერეკა. კითხვაზე არც მეორე დარეკვისას გვიპასუხეს. მოგესალმება ტელეკომპანია რეალ ტივის საქართველო. გთხოვთ აგრეთვე შიდა ნომერი ან დაელოდოთ ოპერატორს. ალო. ერთი კითხვა მქონდა თქვენს ხელმძღვანელობასთან, რომელიც მაიას ჩავაწერინე და მითხრა, რომ ხვალ გიპასუხებენ. დიახ. კითხვა იყო ის, რომ ოფისი, რომელშიც დღეს რეალ ტივია, რა ფორმით არის თქვენს მფლობელობაში, ანუ თქვენ იცით ესეთი კითხვები და პასუხები ტელეფონით ანუ არ გვარდება და არ ხდება და თუ რამე კითხვები გაქვთ, უნდა მოგმართოთ წერილობით. არა, პრობლემა არ არის, იქნებ ინტერვიუ მომცეს ვინმე ამ საკითხზე და ინტერვიუზე მოვალე. ხო, მაგრამ შეგიძლიათ მოგმართოთ წერილობით და წერილობითვე მიიღებთ პასუხს. ანუ თქვენი საკუთრებაა ეს ოფისი? მე გიპასუხეთ უკვე კითხვაზე. ანუ სხვა სახის პასუხს თქვენგან ვერ მევიღე. ვერანაირ. ტელეკომპანია რეალ ტივის ჩვენ წერილიც გაუგზავნეთ და ვკითხეთ რა სამართლებრივი ფორმით ფლობდნენ აღნიშნულ უძრავ ქონებას. წერილის გაგზავნიდან რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. როგორ აღმოჩნდა კეკუას ოჯახის კუთვნილი ასეულათასად ღირებული ქონება რეალ ტივის განკარგულებაში? ამაზე ცხად პასუხს არც ბოჭორიშვილები იძლევიან და არც ტელევიზიის მესვაურები. საჯარო რეესტრშიც არ არის დაცული დოკუმენტი, რომელიც რეალ ტივის მხრიდან ამ შენობის კანონიერ ფლობას დაადასტურებდა. პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირი განკარგვის წესით ყოველწლიურად ათობით ობიექტს გასცემს, უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ფასად. ამ ობიექტების საბაზრო ფასი ჯამში რამდენიმე $1,000,000 შეადგენს. რა დამსახურებებისთვის გადასცა პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონება ზემოთ ჩამოთვლილ პირებს? ამ კითხვით ჩვენ პრეზიდენტის პრეს-სპიკერს მივმართეთ. რა თქვენ პრეზიდენტის პოზიციას ახმოვანებთ ხოლმე? ყველაზე კარგად პრეზიდენტმა იცის, რატომ აირჩია თქვა დავით პორჩხიძე, რატომ აირჩია ტელეკომპანია ალანია და პრივილეგია ამ რატომ მიენიჭა. სახელმწიფოს უნდა გადმოგზავნოთ ეგ კითხვები, რაც თქვენ გაინტერესებს და მივაწვდით ამას პრესამსახური მიაწვის ამ კითხვას პრეზიდენტს და როცა იქნება ამისი დრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა შემოდის, ხო, არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედიიდანაც და ეს კითხვები შეგვაქვს ხოლმე ჩვენ პრეზიდენტთან და ეცნობა ის კითხვებს და როცა დრო აქვს, პასუხობს კიდევაც შესაბამისად. ჩვენ წერილობით პრეზიდენტსაც ვკითხეთ, რატომ გამოარჩია ზემოთ ჩამოთვლილი პირები, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
პრეზიდენტი სახელმწიფო საკუთრებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არიგებს, რაც სამართლიანი თამაშის წესებს არ ხვევს. თუმცა არსებული კანონმდებლობით საზოგადოებას სააკაშვილის გადაწყვეტილებების სამართლებრივი გაუქმება არ შეუძლია, რადგან კანონი პრეზიდენტის სუბიექტურ გადაწყვეტილებებზეა მორგებული.